მოგესალმებით, ეთერშია ობიექტივი, მე ირმა ინაშვილი გახლავართ და თქვენთან ერთად ვიქნები დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში. დავით თარხანმოურავთან ერთად წარუძღვები ამ გადაცემას, მრავალ საკითხს შევეხებით ჩვენ, როგორც ქვეყნისში და ასევე საერთაშორისო საკითხებსაც თუ მოვასწარით. მინდა შეგახსენოთ, რომ არა მარტო უყუროთ, არამედ მოусმინოთ კიდეც ჩვენს გადაცემებს ტალღაზე FM 105 და 1. მოგესალმებით ბატონ დავით. რადიო ტალღაზე FM 105 და 1. კი ბატონო და ტელემაყურებელსაც შეუძლია ტრადიციულად დაგვიკავშირდეს, მისი მოსაზრებები გაგვიზიაროს, უნიკალური საშუალება გაქვთ თქვენ, იმიტომ რომ საქართველოში არ არსებობს ტელევიზია, მედია საშუალება, სადაც ისმის ხალხის ხმა. მოგესალმებით, დაგვირეკეთ. მინდა საუბარი ბატონ დავით დავიწყოთ დაპატიმრებების თემით და ჯაშუშობის თემით. რამდენიმე დღის წინ დააკავეს სწორედ ამ ბრალდებით გულბაათ რცხილაძე, ექსპერტი, რომელიც ობიექტივშიც მის საავტორო გადაცემას უძღვებოდა, ეს დამოუკიდებელი პროექტია, მისი საავტორო პროექტი იყო და ჯაშუშობის ბრალდება. აი ამ ბრალდებამ, ამ დაპატიმრებებმა, დახურულმა სასამართლო პროცესებმა, საიდუმლოების გრიფმა, რომელიც ედება ამ საქმეებს, რაღაცნაირად მე გამახსენა აი ის რაც წამიკითხავს 30-იან წლებზე და შემდგომ წლებზე და მერე სააკაშვილის პერიოდი და ენვერის საქმე, მაისაიას საქმე, მთელი ეს ჯაშუშობის კამპანია. რა ხდება დღეს და აგრძელებს თუ არა და რატომ აგრძელებს ქართული ოცნება ჯაშუშობის კამპანიას? რა არის ამისი მიზანიც? რა გითხრათ აბა? პირველ რიგში რამდენიმე რამ უნდა ვთქვათ თავად ობიექტივზე ალბათ, ხო? საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებობს იმიტომ, რომ მან შექმნას მოდელი მაუწყებლობის. ეს მოდელი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ შექმნა და არ შექმნა. აი ობიექტივმა შექმნა საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელი. ობიექტივში სხვადასხვა პოზიციაზე მყოფ, მკვეთრად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს აქვს საშუალება საკუთარი საავტორო გადაცემა წაიყვანონ. ეს ადამიანები არ არიან ობიექტივის თანამშრომლები, არ არიან მედია კავშირ ობიექტივის წევრები, მაგრამ მიყავთ საავტორო გადაცემა, ასეთი იყო გულბაათ რცხილაძე. მას ჰქონდა თავისი ხედვა, რომელიც განსხვავდება სხვა ადამიანების ხედვისგან, მაგალითად, ჩემი ხედვებისგან. გულბაათ რცხილაძე მხარს უჭერდა, ვთქვათ, ირანს, მე რადიკალურად ირანის მოწინააღმდეგე ვარ. გულბაათ რცხილაძე მხარს უჭერდა რუსეთს, მე ვთვლი რომ დღეს ჩვენს და რუსეთს შორის მტრული მდგომარეობაა. მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა და იმის საშუალება, რომ ადამიანებს აქვთ ეთერში თავისი აზრი გამოთქვან, სხვადასხვა ადამიანებს, სხვადასხვა აზრი, სხვადასხვა გადაცემებში, სწორედ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლობა. მაყურებელს აქვს საშუალება მოისმინოს და გააკეთოს დასკვნა. საკუთარი დასკვნა გამოიტანოს. ვინმეს რომ არ გაუკვირდეს პარტიის წარმომადგენლები რატო საუბრობთ ტელევიზიაზე, მინდა აი ამ ხალხის საყურადღებოდ ვთქვა, რომ თავის დროზე სწორედ ასეთი მოდელი დავაარსეთ ჩვენ დავით თარხანმოურავმა და მე ჩვენმა ჯგუფმა, რომლებიც ვქმნიდით ტელევიზიას. აი ასეთი ტიპის ტელევიზია იყო ჩვენი ჩანაფიქრი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელი. დიახ. ახლა მეორე უნდა ითქვას, ნებისმიერი წიგნი, რომელიც ეხება საერთოდ სპეცსამსახურების მუშაობას, რომ გადავშალოთ, დავინახავთ, რომ ჯაშუში ეს არის ადამიანი, რომელიც ფარულად მოქმედებს, რომელიც არსად არ ჩანს, უხილავად მოქმედებს. ხა მე პირველად მესმის, მე კი არა მსოფლიო პრაქტიკამ არ იცის, რომ ჯაშუში ღიად საჯაროდ რუსეთის ჯაშუში, თუ გულბაათ რცხილაძეზეა ლაპარაკი, საჯაროდ ხარს უჭერდეს რუსეთს, აქებდეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს და მეტიც 9 მაისს თუ არ ვცდები 9 მაისი იყო, გადასცეს ჯილდო
ესე იგი პირადად პუტინისგან რუსეთის ელჩმა გადასცა ჯილდო გულბად ცხილაძეს და ეს რაღაც სიგელი გადასცა და ეს ფოტო ინტერნეტში საჯაროდ გავრცელდა. ესე იგი ადამიანი, რომელსაც აჯილდოვებს რუსეთი საჯაროდ, ადამიანი, რომელიც იცავს რუსეთს და მის პრეზიდენტს და ყველა მის პოზიციას, ასევე ადამიანი, რომელიც საჯაროდ იცავს ირანს, როგორ შეიძლება ეხლა ეს ადამიანი იყოს ორი ქვეყნის აგენტი, ჩემი აზრით აქ იგულისხმებოდა სწორედ რუსეთი და ირანი, შეიძლება მე ვცდები, მაგრამ ჩემი აზრით ესეთი საჯარო ჯაშუშობა არ არსებობს, ეს ერთი თემა. მეორე საკითხია, რომ გულბად ცხილაძეს არ მიუწვდებოდა ხელი არანაირ საიდუმლო ინფორმაციაზე არასოდეს. ესე იგი აქ ან უნდა ვივარაუდოთ, რომ გულბად ცხილაძეზე მუშაობდა მთელი ქსელი სახელმწიფო სამსახურში, სპეცსამსახურებში, სახელმწიფო სამსახურებში მომუშავე ადამიანებისა, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ საიდუმლო ინფორმაციაზე და ისინი შემდეგ ამ ინფორმაციას აწვდიდნენ გულბად ცხილაძეს და ეხლა ეს წარმოუდგენელია და ამ დროს გულბად ცხილაძე საჯაროდ ყველანაირად საუბრობდა, რომ არის რუსეთის ხარდამჭერი. ეს ერთმანეთთან არ ჯდება ეხლა. გულბად ცხილაძე და პრესკონფერენციებს აწყობს გულბად ცხილაძე მუდმივად, მონაწილეობს რაღაცა კონფერენციებში, ბრიფინგებში, ერთმანეთთან არ არის თავზებადი. არსებობს ჯაშუშობის სხვა ფორმაც, როდესაც ადამიანი ქმნის ქსელს, რაღაც ტერორისტული აქტებისთვის ან სხვა, არც მსგავსი ქსელი ცხილაძეს არ ქონია და ვერ შექმნიდა ამას. ამიტომ თავად ეს ბრალდება ჩემის აზრით. როგორ გითხრათ, ახლა სრულიად არადამაჯერებელია. აქ სულ სხვა საკითხია. ჩვენი ქვეყანა გადავიდა რაღაცა სხვა სტატიაზე სამწუხაროდ. სანამ გადავალთ ამ თემაზე, რა სტადიაში შევიდა ჩვენი ქვეყანა, კიდევ ერთხელ მინდა მაინც ამ ჯაშუშობის თემას ცოტა მეტი ყურადღება დავუთმოთ. ნახეთ, როდესაც აცხადებდა სააკაშვილის რეჟიმი ჯაშუშად ადამიანს და ამას იყენებდა როგორც ბერკეტს, ან რაღაცა მოვლენების გადასაფარად, ან უბრალოდ არასასურველი ოპონენტების დასასჯელად და მათი სახელის და ავტორიტეტის შესაბღალად, ისიც ადებდა გრიფით საიდუმლოს, ანუ ადამიანს არ ეძლეოდა თავის მართლების საშუალება. დღეს ჩვენ აი გულბად ცხილაძის მაგალითზეც და მეორე ჟურნალისტის მაგალითზეც, რომელიც ასევე ჯაშუშობის ბრალდებით არის დაკავებული, ადვოკატებისაგან ვისმენთ, რომ მზად არიან ისინი აეხსნა საქმეს გრიფით საიდუმლო და ისაუბრონ და საზოგადოებამ გაიგოს მათი ხმა. ეს არ ხდება. პროცესები დახურულია, ადვოკატებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი. ანუ ადამიანს თავის მართლების საშუალებაც წართმეული აქვს და ეს ხდება ქართული ოცნების პირობებში უკვე, რომელსაც აი ის ენვერები გავლილი აქვს. რა გითხრათ? პლანეტა არ იცნობს ჯაშუშს, რომელიც მართავს საჯარო ბრიფინგებს, საჯაროდ მონაწილეობს კონფერენციებში, საჯაროდ უწევს რეკლამას, ხარს უჭერს რუსეთს, ღებულობს ჯილდოებს საჯაროდ მისი პრეზიდენტისგან, ღებულობს სიგელებს საჯაროდ მისი პრეზიდენტისგან, ღებულობს გარკვეული პროექტებისა და გრანტების დაფინანსებას საჯაროდ რუსეთისგან, წერს საჯარო წიგნებს ამ თემაზე და ამ დროს ის გახლავთ ჯაშუში. თანაც ამ კაცს ხელი არ მიუწვდება არანაირ საიდუმლო ინფორმაციაზე, არ გააჩნია ქსელი და თუ გააჩნია, გამოდის, რომ სპეცსამსახურებში, სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც გულბად ცხილაძეზე მუშაობდნენ და მას აწვდიდნენ საიდუმლო ინფორმაციას, რაც ვიცით რომ არაა სიმართლე და მეორე დაგვანახეთ ეს ქსელი. ან მას უნდა ყოლოდა ქსელი რაღაც ტერორისტული ჯგუფებისა, არც ესეთი ქსელი არ ქონდა. ის ვერანაირად ვერ იქნება ჯაშუში, ეს არის ფაქტი. ახლა სააკაშვილის დროს ჩვენ გვახსოვს იგივე მაისაია, რომელიც დააკავეს ასევე ჯაშუშობის ბრალდებით და მთელი საქმის სრულობისას მაისაია ამბობდა, რომ მეო აბვერის ჯაშუში ვარო. აბვერი ეს იყო მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის სპეცსამსახური და გამომძიებლებმა ვერ გააცნობიერეს, რას ეუბნებოდა, სასამართლოზე გაიტანეს.
სასამართლოზე გამოცხადდა, რომ მაისაია გახლავთ აბვერის ჯაშუში და მოსამართლე. უბრალოდ გაგიჟდა ეს რომ მოისმინა. გესმით? აი ესეთი ვითარება შეიქმნა იქ. ეხლა მთელი ნაცმოძრაობა დიდი ხანი ამას ვამბობ ჩვენ რომ გადაბარგდა ქართულ ოცნებაში. აი ეს სწორედ ბატონმა კობახიძემ გააკეთა, გადაბარგდა და ახლა იგივეს ხედავთ აქ, ზუსტად იგივე სცენარი დაიწყო. ადამიანები ცხადდებიან ჯაშუშებად დღისით, მაშინ როდესაც სრულად ნათელია, რომ ეს ადამიანი ვერანაირად ვერ იქნება ჯაშუში. აი ამ უბედურებასთან გვაქვს ახლა საქმე ჩვენ. ეხლა ეს არის ისეთი თემა მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნებისმიერ შეეხებიან, თვითონ ჩვენთაგან შეეხებიან, მე, შენ, ნებისმიერს ამათ რომ დასჭირდეთ ნებისმიერ ადამიანს გამოაცაი ბატონ კობახიძეს რომ დასჭირდეს ნებისმიერ ადამიანს გამოაცხადებს ჯაშუშად. ნებისმიერს გააცნობიერეთ ეს ხალხო და გამოფხიზლდით. მე მინდა რომ იცოდეთ თქვენ ჩვენ არა ვართ ჯაშუშები, თანამდვილებით გეუბნებით ამას, არც არასოდეს ყოფილ ვართ ჯაშუშები და არც ვიქნებით, ასე რომ გაითვალისწინეთ ეს. ნებისმიერ ჩვენთაგან შეიძლება შეეხო. მე მგონი კარგი იქნება ის სტუმრები თუ წამყვანები, რომლებიც ობიექტივს ეთერში გამოდიან და საზოგადოებას ესაუბრებიან, ყველამ გაუსვას იმას ხაზი, რომ არ არიან ჯაშუშები, იმიტომ რომ შეიძლება ერთჩვენიერ დღეს ნამდვილად მოხდეს ისე, რომ ამ აქლებმა დაიჩოქოს ყველას კართან. ეხლა ჩვენ ხედავთ, მანამდეც იყო დაკავებები, ეხლაც მოხდა, კიდევ მოხდება. არის ესეთი მოლოდინი, ამიტომ გონივრული მოლოდინია, რომ კიდე იქნება დაპატიმრებები. გონივრული მოლოდინია. ახლა საერთოდ მეორე საკითხია, რომ მე მინდა მაინც გულბად ცხილაძის თემას კიდე შევეხო, იმიტომ რომ ძალიან ისეთია, აი რეაქცია იქითა ფლანგის. ერთის ხრივ აი მეორე ფლანგი ადამიანები, რომლებიც სააკაშვილების ხარდამჭერები იყვნენ, ადამიანები, რომლებიც ლიბერალური, ვითომ ლიბერალები არიან სინამდვილეში, ულტრალიბერალები არიან და გაუგებარი ფასეულობა, ასე ვთქვათ, არსებობს ფლანგი, არსებობს მთელი ფენა ადამიანებისა, რომლებიც არიან ყოფილი სააკაშვილის ხარდამჭერები, ან ეხლაც არიან ხარდამჭერები სააკაშვილის, რომლებიც ამბობენ, რომ ლიბერალური ფასეულობების დამცველები არიან, მაგრამ ესეც ტყუილია სინამდვილეში, გაუგებარი ფასეულობების დამცველი ხალხია ესენი, მაგრამ აი ამ ფლანგმაც გააცნობიერა ჯერ ერთი, უმრავლესობამ გააცნობიერა, რომ შეუძლებელია ახლა ნათლად ჩანს, რომ გულბაცხელაძე ვერ იქნება ვერანაირი ჯაშუში და ისინიც კი მიხვდნენ, რომ ეს ყველას შეეხება, მათ შორის მათაც შეეხება და ძალიან აღშფოთდნენ. ეს თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ კომენტარებზე მინდა გავამახვილო ყურადღება. არსებობს ესეთი ბლოგერი, ტაბლიაშვილი თუ არ ვცდები, ხო, გვარად, მე მას არ ვიცნობ, სულ ორჯერ თუ სამჯერ ვნახე მისი YouTube-ში მისი გამოსვლა, რომელიც იწყებს მსჯელობას. ჯერ მსჯელობს რატომღაც ერეკლე მეორეზე და გიორგი მე-12-ზე. და გვიყვება რომ აი ესე იგი განსაკუთრებით გიორგი მე-12-ზე რომ აი მისის აქციელის შედეგად საქართველოს უბედურება დაემართა, კვლავ მინდა ვთქვა რომ აი ამ ადამიანებს სამი პრობლემა აქვთ. პირველი პრობლემა ეს განათლების პრობლემაა, მეორე ეს არის არაობიექტურობის პრობლემა და მესამე საერთოდ ჩემი აზრით არაადეკვატურობის პრობლემაა და ტაქტის პრობლემა. ჯერ ერთი უნდა მას უთხრა და კვლავ მინდა ვთქვა ერეკლე მეორის პერიოდში საქართველოში ცხოვრობდა 780,000 კაცი. აქედან მხოლოდ 53% იყო ქართველი, ამ 53%-ში მინიმუმ 3 ან 4% სომხები იყვნენ, რომლებიც მაშინ ქართველებად იწერებოდნენ აღწერისას. და 47% ეს იყო თურქული და სპარსული მოდგმის ხალხი. ეს ერთი. ანუ პრაქტიკულად ნახევარი არ იყო ქართველები. მეორე პრობლემა იყო ის, რომ ერეკლეს დროს საქართველოს რეალურად მართავდა 21 დიდებული თავადი. 21. არა მხოლოდ ერეკლე, ან სოლომონი, ან დადიანი, ან გურიელი, 21 დიდებული თავადი რეალურად მართავდა და ვერც ერეკლე, ვერც სოლომონი და ვერ
ვერ აკონტროლებდა ვითარებას. ეს დიდებული თავადები მუდმივად ურთიერთქიშში იყვნენ. სრულიად ნათელი იყო ერეკლესთვისაც და სოლომონისთვისაც, რომ საქართველო ვეღარ გადარჩება, დაიშლება პატარ-პატარა სათავადოებად და რაც თავარია ნათელი იყო, რომ გაგრძელდება სპარსელების და თურქების ჩასახლება საქართველოში, აი როგორც ეს მაგალითად ეხლა თურქ მესხებს ეძახიან, ეხლა მესხი თურქი როგორც შეიძლება იყოს, მესხეთში ჩასახლებული თურქები და სრულიად ნათელი იყო, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში ქართველები აღარ იქნებიან საერთოდ. ამას ხედავდნენ ისინი. და არა მარტო ერეკლე ან გიორგი მე-12, სოლომონიც ამას ბატონი ტაბლიაშვილის გასაგებად ვამბობ, გასაგონად ვამბობ. სოლომონიც, დადიანიც, თუ გურიელიც, თუ ნებისმიერი სხვა 21 დიდებულიდან 15 პრაქტიკულად რუსეთს თხოვდა დახმარებას, იმიტომ რომ საკუთარ სათავადოებსაც ვეღარ აკონტროლებდნენ. 15 ეხვეწებოდა რუსეთს, რომ შემოდით. ეს იყო გააზრებული და ერთადერთი იმ დროს შესაძლო ნაბიჯი. სხვა არ იყო იმ დროს არანაირი საშუალება. რუსეთთან მართალია იმპერიაში რო შედიხარ არის მინუსები, რუსეთის იმპერიამ მოგვატყუა ჩვენ აიღო საქართველოს მთლიანად, გააუქმა რეალურად სამეფო ძალაუფლება, ამ თავადების ძალაუფლებაც გააუქმა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ გადავრჩით როგორც ერი და როდესაც საბჭოთა იმპერია დაიშალა, ქართველები იყვნენ არა 414,000, ამ 414-ში ვიმეორებ ნაწილი კიდე სომხები შედიოდა, არამედ ქართველები ეთნიკურად უკვე იყვნენ 4,200,000 კაცი, 4,200,000 კაცი და საქართველოს ინდუსტრიული ქვეყანა იყო, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი. კი, ჩვენ დავკარგეთ სოხუმი, დავკარგეთ ცხინვალი, ეს უდიდესი ტრაგედია, ამიტომაც გვაქვს დღეს სრული ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ იმ დროს ყველა გადადგმული ნაბიჯი სწორი იყო და ჩვენ გადავრჩით როგორც ერი. მაგრამ ბატონ ტაბლიაშვილს ეს არ ესმის, ეს არის სწორედ არაობიექტურობა, მიკერძოებულობა შეფასებისას. და აქ კიდე განათლების პრობლემაც არის ბევრი ნიუანსი, რომელიც მან არ იცის. საერთოდ უნდა გითხრათ, რომ ბატონ ტაბლიაშვილს ახასიათებს ეს ცოდნის ნაკლოვანება აქვს. ადრე მან ისაუბრა ჩემზე, როდესაც მე ვსაუბრობდი სირიაზე და არა მარტო სირიაზე, ლიბიაზე, მე მაშინ ვთქვი, რომ მაშინ სირიის ლიდერი ბაშარ ალ-ასადი იყო, რომელიც გაიქცა თქო რუსეთში და ვისაუბრე ასევე მუამარ კადაფიზე და ბატონი ტაბლიაშვილი მისწორებს მე, რომ ალ-ასადი კი არა, ალ-ასადიო, პრონანსის პრობლემა გაქვს, იცის რა არის პრონანსი და კადაფი კი არა, კადაფიო. მე მინდა მას აუხსნა, რომ ბაშარ ალ-ასადი გახლავთ სირიელი არაბი. მისი მშობლიური ენა არის არაბული ენის სირიული დიალექტი და მან არ არის, ამ ენაში არ არის ალ-ასადი უნდა თქვა და არა ალ-ასადი. ალ-ასადი სხვა რაღაცას ნიშნავს, ალ-ასადი უნდა თქვა. ეს არის ზუსტი გამონათქვამი და ადამიანის გვარი, სხვა შორის იხარგნება როგორც ლომიძე. ზუსტად უნდა წარმოთქვათ, თუ პრონანსი გაძლევთ ამის საშუალებას და უნარს. ასევე მას მინდა აუხსნა, რომ მუამმარ კადდაფია და არა კადაფი. იმიტომ რომ ისიც საუბრობს, ის ბერბერია წარმოშობით, ალბათ იცის ტაბლიაშვილმა ვინ არიან ბერბერები და საუბრობს არაბული ენის ლიბიურ აქცენტზე, რომელშიც ასო კი არა, ბგერა ფ არ არის. კადდაფი კი არ არის, კადდაფია, მუამმარ კადდაფი. და კვლავ გეუბნებით, გვარი უნდა წარმოთქვათ სწორედ, თუ შეგიძლიათ, რა თქმა უნდა ეს. აი ესეთი ზოგადად გაუნათლებლობის პრობლემა, მიკერძოებულის და მესამე კიდე, რომ იქ ყვება, რომ ესე იგი აი ძალიან კარგი მამაყოლია გულბაძეს და თვითონ არის ცუდი შვილი. აქ საერთოდ მე მგონი ადეკვატორი არ არის ამ ვითარებაში ეს საუბარი. კაცი დაპატიმრებულია ცრუბრალდებით, ასთა სხვადასხვაობის უფლება აქვს ყველას. არა აქვს მნიშვნელობა, რასაც ფიქრობს ბატონი გულბათი. სწორედ ფიქრობს ის თუ არასწორედ ფიქრობს, ამ ვითარებაში, როცა მას უსამართლოდ იჭერენ როცა მას უსამართლოდ იჭერენ ჯაშუშობისთვის, არ არის ადეკვატური საუბარი იმაზე, კარგ მამას ცუდი შვილი ყავს თუ კარგი შვილი. ეს ზოგადად
აი ეს თლიანად რაც მე ვთქვი, ყველაფერი ეს ახასიათებს ამ ადამიანებს. სხვათა შორის კიდე ერთი რამ მინდა ვთქვა, ბოდიშს ვიხდი. იქვე ბატონი ტაბლიაშვილი შემდეგ იწყებს საუბარს ჩემზე და ჩემს წინაპრებზე. და აქაც ალბათ გარკვეული პატარა ლექცია იქნება საჭირო. ესეც მინდა ტაბლიაშვილისთვის და საერთოდ აი ამ ცოდნის დონის ადამიანებისთვის თქვა. ადამიანი პირველად დღეს მეცნიერება გვეუბნება, რომ ყველა ადამიანი თეთრკანიანი, შავკანიანი, ყვითელკანიანი, ზოგი წითელკანიანებსაც ცალკე გამოყოფს. ყველა ადამიანს ყავს ერთი წინაპარი. დღეს ეს მეცნიერებამ, გენეტიკამ დაადასტურა. და ეს ჩვენი წინაპარი ცხოვრობდა აქ 100 სხვადასხვაობა, დაახლოებით 150.000 წლის წინ, ზოგი თვლის რომ 120.000 წლის წინ, ზოგი 180, თქვათ 150.000 წლის წინ. ანუ ადამი, ბიბლია მას ადამად მოიხსენიებს, ყველა ჩვენთაგანის საერთო წინაპარია მიუხედავად იმისა, თეთრკანიანები ვართ, შავკანიანები თუ ყვითელკანიანები. ამგვარად მე, შენ, ბატონ ტაბლიაშვილს ჩვენ ყველას ერთი წინაპარი გვყავს. ნუ, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მათი წინაპარი მაიმუნი იყო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ ვეკუთვნით ამ ხალხს. მეორე უნდა გითხრათ, ასევე გენეტიკას ვეყრდნობი, როგორც მეცნიერებას. პირველი ქართველი დაიბადა დაახლოებით 21.000 წლის წინ. ესე იგი, დაიბადა ბავშვი, რომლის გენი აქ დადებით მუტაციას ჰქონდა ადგილი, არ ავხსნი რას ნიშნავს დადებითი მუტაცია, გაერკვევა თავად ბატონი ტაბლიაშვილი. მისი გენი განსხვავდებოდა მამის გენისგან. მეცნიერულად მამამისის გენი იყო G2 და ამ კაცის ბავშვი ბიჭი დაიბადა, რომლის გენი იყო G2A. ჩვენ უმეტესობა ქართველების ვართ G2A გენის მატარებლები, თუმცა შემდეგ სხვა ხალხი J2A შეგვერწყა ჩვენ და გავერთიანდით ერთ-ერთად. ეს მოხდა დაახლოებით 21.000 წლის წინ. რა თქმა უნდა, ამ კაცმა ის კაცი თავის თავს ქართველს არ უწოდებდა და არ იცოდა, რომ ჩვენ ქართველები ჩვენ თავს ქართველებს ვუწოდებთ, ეს მაშინ მან არ იცოდა, მაგრამ ქართველი ის იყო, მისი გენის შთამომავლები ვართ ჩვენ. ჩვენ ხო ჩვენ თავს ქართველებს ვუწოდებთ. ახლა ყველა ძვლიდან გენის ამოღება ვერ ხდება. ძვალი მკვდარია, უამრავი ძვალია, მაგრამ მკვდარია, გენს დნმ-ს ვერ ვიღებთ იქიდან, ხო? ყველაზე ძველი ძვალი, საიდანაც შეძლეს დნმ-ის ამოღება, რომელშიც დაფიქსირდა ქართული გენი. ეს იყო მამაკაცი, რომელიც 14.700 წლის წინ ცხოვრობდა სადღაც ტრაბზონის მიდამოებში, დღევანდელი ტრაბზონის მიდამოებში და სწორედ მისი ძვალიდან მოხდა დნმ-ის ამოღება. ეს კაცი არის შთამომავალი სწორედ იმ კაცისა, რომელიც დაიბადა 21.000 წლის წინ, ვიმეორებ 14.700 წლის წინ ცხოვრობდა. არც ეს კაცი არ უწოდებდა თავის თავს ქართველს, მაგრამ ეს ჩვენი წინაპარია და დღეს მას 150.000 კაცი ყავს შთამომავალი საქართველოში. მათ შორის არის მაგალითად თარხანმოურავების გვარი, აი ამ კაცის შთამომავლები არიან, მათ შორის არიან ქეცბაიები, მაგალითად, მათ შორის არიან ხიმშიაშვილები და უამრავი სხვა გვარები, 150.000 კაცი. მეორე ესეთივე ძვალი ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა კაცის ძვალიცაა ნაპოვნი და მანდილოსნისაც, რომლებიც ცხოვრობდნენ 9700 წლის წინ, ჭიათურის მიდამოებში არის ეგრეთ წოდებული კოტიას მღვიმეები, გამოქვაბულები, არ ავხსნი ახლა ამ დეტალებს. აი იმ ხალხს 350.000 კაცი ყავს დღეს შთამომავალი საქართველოში. მათ შორის არიან იგივე ცილიკიშვილები, იგივე ყოლბაიები, იგივე კორძაიები, უამრავი გვარი. ახლა ბატონმა ტაბლიაშვილმა უნდა აიღოს გენეტიკური ანალიზი და ის დაინახავს, რომელი კიდე 4 სხვა ძვალიც არის ნანახი და მოძებნის თავის ხას, გენეტიკურ ხას. ასე რომ აქ არაფერი არ არის გასაკვირი, ეს მინდა აუხსნა ბატონ ტაბლიაშვილს. ის რომ ჩვენ ამ ინფორმაციას ფლობ და ვიღებთ გენმა, თქვათ მე აღებული მაქვს, ყველა თარხანმოურავს აქვს გენეტიკური ანალიზი აღებული, ამაში არაფერი არც ცუდი, არც სასაცილო არ არის. ასევე არაფერი სასაცილო არ არის იმაში, რომ მე ვიცი რა ერქვა ბაბუაჩემს, მას დავითი ერქვა სხვათა შორის. ვიცი ასევე რომ ბაბუაჩემის ბაბუას ლუკა ერქვა, არც ამაში არაფერი არ არის სასაცილო და ვიცი რომ ბაბუამისი იყო გიორგი მე-12. არც ამაში არაფერი მე მგონი არც სასაცილო არ არის და ამას რომ ვამბობ, არც რა ვიტყუები რამეს. ის რომ მე ვიცი რომ ჩემი წინაპარი იყო გიორგი მე-12 ან ერეკლე მეორე.
ის რომ მე ვიცი ვთქვათ ვინ იყო ბებიაჩემი ან ბაბუაჩემის ბებია რომელიც სხვათა შორის დადიანის პირდაპირ შთამომავალი გახლავთ რა არის უნდა დავმალო ეს ამისი უნდა მრცხვენოდეს თუ ეს ტყუილია რა ამას რომ ვამბობ ეს რომ სადღაც ვთქვი ეს თქვი სწორედ იმიტომ რომ თქვენი ჟურნალისტები ტაბლიაშვილს ვეუბნები მაშინ მესხმოდენ თავს და ვთქვი ეს 10-15 წლის წინ მაგრამ რა არის აქ რაიმე მოვიტყუე ან მე რო ჩემ წინაპრებს პატივს ვცემ ეს მე თქვენ წინაპრებსაც პატივს ვცემ და საერთოდ თუ ადამიანები და ქართველები ამით გამოირჩევენ რომ საკუთარ წინაპრებს პატივს ვცემენ მე ჩემ წინაპრებსაც ჩემ წინაპრებს ტაბლიაშვილის წინაპრებსაც პატივს ვცემ და რა არის ამაში ან სუდი ან სასირცხვილო ან რატომ უნდა დავმალოთ ეს ობიექტივზე სხვათა შორის მიდის ციკლი გვარების ისტორია და მე ვარ მონაწილე არა მარტო ეს ციკლი დიდი პროექტი იყო პატივიეცი შენს წინაპრებს სადაც ათასობით კაცი საუბრობდა არ არსებობს საქართველოში გვარი რომელსაც არ დაუღრია სისხლი საქართველოსთვის და ყველა ეს გვარი პატარა გვარი იქნება თუ დიდი გვარი იქნება ფასეული არის საოცარია რომ სწორედ აი ამ სააკაშვილებმა აქციეს ეს თემა სასაცილოდ მაშინ როცა თავად მიხეილ სააკაშვილი ამ ტკიც წიგნიც გამოუშვა რომ თარხანმოურაების შტუარიან სააკაშვილები ასე წიგნიც გამოუშვა მიხეილ სააკაშვილი და მე რომ ხდებოდა მეუბნებოდა ჩვენ ნათესაები ვართო მაგრამ მაგას თავი დავანებოთ ეხლა სხვა რამეს ვლაპარაკობ ვანო ჯავახიშვილს დაავალეს რომ ამაზე უნდა ეცინა ჯერ არის ამაში სასაცილო ვერ გავიგებ მე ყურადღება არ მივაქცია მაშინ და ვანო ჯავახიშვილი მე მომართავს ეკრანიდან რომ ასაგებია თარხანმოურავებიო ჩვენცო ჯავახიშვილებსო ყავსო გამოჩენილი ხალხიო აი მაგალითად მიხეილ ჯავახიშვილი ნუ ჯერ ერთი ბატონ ვანოს უნდა უთხრა რომ რა თქმა უნდა ყავთ გამოჩენილი ხალხი და არასოდეს არ მეთქვავს რომ არ აკყავთ საერთოდ არ მესმის მე რატომ მომართავს ამით მაგალითად ივანე ჯავახიშვილი არის ძალზედ გამოჩენილი და ძალიან ბევრი სხვა ჯავახიშვილიც მაგრამ მიხეილ ჯავახიშვილი არ გახდა ჯავახიშვილი ამიტომ ამას რომ ამბობს ბატონი ვანო ციგნის ზოგჯერ უნდა გადაშალოს და წაიკითხოს მიხეილ ჯავახიშვილის ბაბუა გახდა ტოკლიკაშვილი გვარად მას ერქვა ადამი და იყო ადამ ტოკლიკაშვილი მისი შვილი მისმა შვილმა გვარად აიღო ადამაშვილი მამამისის სახელიდან გამომდინარე და ასე რომ მიხეილ ჯავახიშვილი იყო მიხეილ ადამაშვილი და ბაბუა მისი იყო ტოკლიკაშვილი არსებობდა საგვარეულო ლეგენდა რომ ტოკლიკაშვილები შორეული წარმომავლობის ჯავახიშვილები იყვნენ ეს ლეგენდა არ დასტურდება მეცნიერული კვლევებით და აი ამ ლეგენდიდან გამომდინარე მიხეილ ჯავახიშვილმა აიღო ფსევდონიმი ჯავახიშვილი თავიდან ესე იყო ის მერე გახდა ჯავახიშვილი ამგვარად ამით არაფრის თქმა არ მინდა ჯავახიშვილებს ყავთ ივანე ჯავახიშვილი უამრავი სხვა ჯავახიშვილი მაგრამ ზოგადად ვლაპარაკობ რომ განათლების პრობლემა გვაქვს სერიოზული როდესაც აი ამ ადამიანებზეა საუბარი ეს პირველი პრობლემა მეორე არაობიექტურობის პრობლემა გვაქვს ძალიან სერიოზული და მესამე არაადეკვატურობის არ შეიძლება ყველაფერი გიხაროდეს კაც ცუდი რაღაც რო დაემართება ასეთი მტრობა, ასეთი მიუღებლობა, ბოროტის სიხარული ძალიან შორს არის ქრისტიანობისგან, ზოგადად გააცნობიერეთ ეს. არ გახსოვთ ასეთი ბოროტის სიხარული ზეიმი იყო მაშინ, როდესაც ილორის ღვთისმშობლის ხატის თემა იყო ძალიან აქტუალური, ხო, წლების წინ. ზოგადად აი ხარობდნენ ბოროტის სიხარული. ახასიათებს ეს ბოროტის სიხარული და ეს ძალიან ცუდია განთავისუფლდით. მეგობრებო, განთავისუფლდით ამას. განთავისუფლდით და კიდევ ერთი რამე. ეხლა ვინ ჩვენ გვისმენს? ყველა ამაყობს საკუთარი წინაპრები. რა თქმა უნდა. და რაც მეტი გვეცოდინება ჩვენი წინაპრების შესახებ, ზოგმა ბარტო ბაბუის სახელი იცის და იმის იქით ვერ მიდის. ამიტომ იყო, რომ აი პატრიარქს ილია მეორეს თავის დროზე ქონდა ესეთი ინიციატივა, რომ გახსენით ჟურნალიო და წერეთ ვინ არიან თქვენი წინაპრებიო. და დაუტოვეთ ეს თქვენ შთამომავლობასო და იამაყეთ და ვიამაყოთ ამ ჩვენი წინაპრებით ყველა. ასე რომ მე მოუწოდებ ბატონ ტაბლიაშვილს რომ იამაყოს თავის წინაპრებით და სხვის წინაპრებსაც პატივისცეს. კეთილი. მინდა ეხლა დაუბრუნდეთ ჩვენ ის პოლიტიკურ საკითხებს. დღეს კობახიძეს აქვს გამოსვლა პარლამენტში. ეხლა ვკითხულობდი
ამონარიდებს მისი გამოსვლებიდან რამდენიმე საკითხმა მიიქცია ჩემი ყურადღება და მინდა რომ აი ამას შევეხოთ ეს არის ნატოს საკითხი და ითქვა რომ გრძელდება ნატოსთან ჭიდრო ინტეგრაცია და აქტიურად მიდის მუშაობა ნატოსთან და ეს თქვენც ბრძანეთ სხვათა შორის ერთ გადაცემაში როდესაც სტუმრად იყავით რომ არასდროს ეს ინტეგრაცია არ შეწყვეტილა ქართული ოცნებისა ნატოსთან, რომ აქ წვრთნებიც მიდის, ნატოს წარმომადგენლები ჩამოდიან და ერთი ეს ნატოს თემა, მეორე არის ასევე ევროკავშირთან ჰარმონიზაციის საკითხი, რომელსაც ის ასევე შეეხება. ეს რატო არის იცით საინტერესო, იმიტომ რომ ერთის მხრივ ჩვენ გვახსოვს ამბობდა, რომ ჩერდება ყველაფერი, რასაც მოყვა მერე ეს ძალიან დიდი ტალღა საპროტესტო აქციებისა და ახლა დღეს მიდის აქცენტირება იმაზე, რომ ჰარმონიზაცია ღრმავდება, მრავალ ვექტორულ პოლიტიკას ვაწარმოებთო ჩვენო და აი ამ საკითხებს მინდა რომ შევეხოთ. Ну, პირველი რაც უნდა ითქვას, რომ ნატოსთან თანამშრომლობა ქართულ ოცნებას არასოდეს არ შეუწყვეტია. მართალია ამ თანამშრომლობამ მიიღო ცოტა სხვანაირი ხასიათი, ბევრ საკითხში შეიძლება უფრო ვიწრო გახდა, უფრო მცირე გახდა. მაგრამ რეალურად თანამშრომლობა მიდის. მე უკვე ერთხელ ვთქვი, ქართული ოცნება არ არის პრორუსული ძალა. აი ეს უნდა გავიგოთ ჩვენ. ეს იმ ფლანგს სურს, რომ ქართულ ოცნებას დააბრალოს რო პრორუსული ძალაა, იმ ფლანგს სურს, რომ ქართული ოცნება გამოიყენოს პრორუსულ ძალად, გამოიყვანოს. არ არის ქართული ოცნება პრორუსული ძალა. მაგრამ არც პროამერიკული ძალა არ არის ქართული ოცნება. და არც პროჩინული ძალა, არც პრორუსული ძალა არ არის, არც პროამერიკული ძალა არ არის ქართული ოცნება, არც პროჩინური ძალა არ არის ქართული ოცნება, არც პროირანული ძალა არ არის, არც პროისრაელური ძალა არ არის და არც პროთურქული ძალა არ არის. ეს უნდა გავიგოთ, ქართული ოცნება არის საკუთარი თავისთვის და ის აშენებს ფეოდალურ და მონათლობელურ სახელმწიფოს და უკვე ააშენა ის. აი ეს უნდა გავიგოთ. ამიტომ ყველაფერი დანარჩენი ტყუილია. იმ ფლანგს მიხეილ სააკაშვილის ყოფილ მომხრეებს, ადამიანებს, რომლებიც თავის ლიბერალებს უწოდებენ, თუმცა ლიბერალების სინამდვილეში არ არიან, საერთოდ გაუგებარია რა პოზიციები აქვს და ვინ არიან. ამ ადამიანებს ძალიან სურთ მთელ ქვეყანას აბრალებენ პრორუსულობას, ისინი გვაცხადებენ ჩვენს რუსეთის აგენტებად, ქართულ ოცნებას აცხადებენ რუსეთის აგენტებად და ყველას აცხადებენ რუსეთის აგენტებად, ვინც მათ აზრებს, საკმაოდ ბუნდოვან და გაუგებარ სხვათა შორის მათ აზრებს არ იზიარებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი ვართ რუსეთის აგენტები. ახლა რაც შეეხება ქართული ოცნება, რომელთანაც ჩვენ ოპოზიციაში ვართ და დაპირისპირებულები ვართ, ქართული ოცნება არ არის პრორუსული ძალა. ტყუილია ეს, არც პრორუსული ძალა არა, არც პროამერიკული, არც პროთურქული ძალა არ არის და არც პროირანული და არც პროჩინური და საერთოდ ეს არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ქმნის კი არა უკვე შექმნა ფეოდალური მონათლობელური სახელმწიფო, სადაც ჩვენ სამწუხაროდ ვართ ყმა გლეხების და მონების როლში და თვითონ ესენი არიან დიდი ფეოდალების როლში. ეს არის 24,000 კაცი, რომელმაც მთელი ქვეყნის ეკონომიკა ჩაიგდო ხელში, ეს არის 0.7% მოსახლეობის და 99.3% ყავს ყმობაში და მონობაში. აი ესეთი ძალაა ესენი. ნებისმიერი მონათლობელური სისტემა ბუნებრივია აშენებს იმას, რასაც ესენი აშენებენ. ღებულობს კანონებს და დასმენების შესახებ, სადაც სრულ დასმენების ბრალდებით ადამიანებს აპატიმრებენ. აპატიმრებებს იმ ადამიანებს აპატიმრებს, რომელიც მას არ მოწონს ჯაშუშობის ბრალდებით. ხელს უშლის ადამიანებს მიტინგების მოწყობაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ძალა არ თანამშრომლობს საერთაშორისო საზოგადოებასთან. ცდილობს ითანამშრომლოს ოღონდ იმ ფარგლებში, რომ შეინარჩუნოს საკუთარი მონათლობელური წყობა. ქართული ოცნება თანამშრომლობს ნატოსთანაც, ცდილობს ითანამშრომლოს ამერიკასთანაც, რუსეთთანაც, ჩინეთთანაც, თურქეთთანაც, ისრაელთანაც, ყველასთან. ირანთანაც მრავალ კომბინაციურ თამაშს თამაშობს. ხან ზედმეტად უჭერს ხარს ირანს და ზედმეტად
ლანძღავს ისრაელს, ხან პირიქით ზედმეტად ლანძღავს ამერიკას და ნაკლებად რუსეთს, ხან რუსეთს ლანძღავს ზედმეტად და ნაკლებად ამერიკას. იქიდან გამომდინარე საკუთარი ტაქტიკა როგორ მოითხოვს. და აი ეს სააკაშვილები და ეს ვითომ ლიბერალები ცდილობენ ამათ რუსეთს აგენტებად წარმოჩენას, რაც სწორი არ არის. ამათი მთავარი სქემა არის, მთავარი გზავნილი, მარტივი, ესენი ეუბნებიან ამერიკას. აი ჩვენ ვართ მონაპლობელური სახელმწიფო, ჩვენ ვფლობთ, ჩვენ ვართ აქ ხელმწიფეები. ვით ანამშრომლებთ ჩვენთან, ოღონდ უნდა მიგვიღო ჩვენ ხელმწიფეებად. და დასავლეთი ეუბნება რომ არ მიგიღებთ, ჩვენ არ გსურს რომ თქვენ იყოთ ხელმწიფეები, ჩვენ გსურს რომ საქართველოს იყოს დემოკრატია. აი ამიტომ აქ არის მთელი წინააღმდეგობანი, არა პრორუსულობაში, პროამერიკულობაში, პროთურქულობაში, მხოლოდ აი ამაში არის მთელი წინააღმდეგობანი და თუ ამას საზოგადოება გაიაზრებს, კარგი იქნება. ეხლაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსული იყო დელეგაცია, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იყვნენ, შეხვედრები ჰქონდათ ხელისუფლებასთან, აქეთ ფლანგთან, არასამთავრობო სექტორთან და ეხლა იწყებენ განვითარებას იმ აზრების, რომ აი ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ რაღაცის აშენება შეერთებულ შტატებთან. და სინამდვილეში ეუბნებიან ამას, რომ ნელ-ნელა შეეგუეთ იმას, რომ ვართ ასეთები, ვართ ასეთი სისტემა და მიგვიღეთ ასეთი. არ შეეგუება ამას დასავლეთი და რაც თქვი იმას ვამბობ, დასავლეთში დიდი მოძრაობაა, რომელსაც ესენი ჩვენ არ გვიმხელენ, ეს არის მოძრაობა, რომ ეს ქვეყნები ერთიანდებიან ამათ წინააღმდეგ და მე გეუბნებით, რომ ხააგამდე მივა ამათი საქმეები, ნახავთ თქვენ და ჯობია ეს გააცნობიერონ და რაღაცა ნაბიჯები გადადგან, რომ ეს არ მოხდეს. აი ეს ურჩევნია ამათ. მე მგონია ამ ნაბიჯების გადადგმის სანაცვლოდ, რომ ეს არ მოხდეს და რაღაცა ჟანგბადი შემოიჭრა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, იმიტომ რომ დღეს ყველაზე მეტად რაც არის დამაფიქრებელი, საზოგადოების ტოტალური დაშინების მცდელობა. აი ხა ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ გულბაათის დაპატიმრება და ეს ჯაშუშის ბრალდება, იქ მეორე ჟურნალისტის დაპატიმრება, მანამდე კიდე იყო ხო ჯაშუშის ბრალდებით დაპატიმრებები. ეს საზოგადოებას ძალიან თრგუნავს, ძალიან ისე აშინებს, რომ საზოგადოებას აშინებენ და საზოგადოებას ატყუებენ. იმისათვის, რომ მე მართონ ესა დაშინებული. ნუ ამას მიშაც ხო ამას აკეთებდა რა. ხდება მონოპოლიზაცია ყველაფრის. აი ეს 24,000 კაცი, რომელსაც ჩაგდებული აქვს მთელი ქვეყანა ხელში, ყველაფერს აგრძელებს ყველაფრის მონოპოლიზაციას. და ამ დროს გვიყვებიან, რომ კარგად ცხოვრობთ. აი კერძო პირები იყვნენ, ავტომობილები შემოქონდათ და პურის ფული მიქონდათ სახში. ყველანაირი ბარიერები შეუქმნეს, აკრძალეს იქ 6 წელზე მეტი ავტომობილი, გაზარდეს გადასახადები, ახვეწნიეს. რატო? რომ კვლავ დიდმა შემომტანებმა უფრო მეტი ფული იშოვნონ. ახლა უნდა გითხრათ, რომ უამრავი ადამიანია, ვისაც შემოაქვს ალკოჰოლური სასმელი, პატარა პარტიებით 100 ბოთლი, 200 ბოთლი. მე ეს თემა ვიცი, მე მიყვარს ვისკი, კონიაკი, ვერ ყვევი ამაში, ბევრი მეგობარი მთხოვს, რომ გავაკეთო გადაცემები, აი ვისკიზე, კონიაკზე, ალკოჰოლზე, რომ გაერკვიოს ხალხი, რომელია კარგი და გავაკეთებ ასეთ გადაცემებს, ცუდი რომელია, კარგი რომელია. და არის უამრავი ხალხი, ვისაც შემოაქვს 100 ბოთლი, 200 ბოთლი. ახლა ამათ უქმნიან პრობლემას, იმიტომ რომ ეს ხალხი სატყიდულობს ამ ალკოჰოლს. თქვათ ჰოლანდიაში რაღაც საწყობში, თქვათ გერმანიაში რაღაც საწყობში და ჩამოაქვთ და 10 ლარს ამატებს კაცი, 5 ლარს ამატებს, 7 ლარს ამატებს და პურის ფული მიაქვს სახში. მაგრამ კონკურენციას უწევს იმ დიდ შემომტანებს. ახლა ამათ ახალი წესები მიიღეს, ამათ უნდა სერტიფიკატი წარმოადგინონ, საწყობში რო კაცი იყიდეს, ახლა 100 ბოთლს ვინ მისცემს რაიმე ქარხნიდან წარმომავლობის სერტიფიკატს. რატო ამათაც უნდა ჩაუკეტონ ეს ბიზნესი, ესეც უნდა გადავიდეს დიდი და ასე ყველა სფეროში იქნება. წვრილ მეწარმეს პატარა კაც, რომელსაც ოჯახში პურის ფულის მისატანად პატარა ბიზნეს აშენებს, იმას ხელ მოუჭერენ და დიდს, რომელსაც ისედაც მილიონები აქვს, ამას გადასცემენ. გამოფხიზდით ხალხო, დაინახეთ ეს ყველაფერი. ამას ემატება ძალიან ბევრი რამ და პირველ რიგში ემატება
ინფლაცია იგოში მეუბნებოდა ჩემი ახლობელი საკმაოდ განათლებული ადამიანი, რომ აიო ესო რო ძვირდებაო პროდუქციაო, ესო უცხოელების ბრალიაო, რომლებიც შემოდიანო საქართველოში და მყიდველუნარიანები არიანო და ინფლაციას აქვს ორი სახე. ერთია, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ კურსი იზრდება ძალიან. უცებ გესმის, თქვა დოლარის კურსი იზრდება. ხდება 3 ლარი, 4, 5, მაგრამ არის მეორე ვარიანტი, რასაც აკეთებს ეს ხელისუფლება, როდესაც დოლარის კურსი პირიქით შეიძლება მცირდება კიდევაც, მაგრამ ფასი იზრდება 5-ჯერ და 10-ჯერ. და ჩვენ ეს ყველაფერი დავინახეთ ახლა. საქართველოს ხილის ქვეყანაა, მაგრამ ალუჩარო 20 ლარი ღირს. ან ბალი, არ ვიცი, უზარმაზარი თანხები რო უკვე გასაგებია, რომ ინფლაცია არის. იმიტომ რომ იმ ფულით ის გლეხი ვერაფერს ვერ ყიდულობს, ამიტომ იმატებს ფასი. ანუ დოლარი რო დაიკავე, კი არ ნიშნავს, რომ ინფლაცია არ არის. ყველაფერი წარმოუდგენლად გაძვირდა, დაწყებული საწვავით და დამთავრებული ხილით და პროდუქტით. და მასკარადი მოაწყეს ამ ფასების დაწევაზე და ფასებმა მოიმატა, კი არ დაიწია. მასკარადი. ფასებმა მოიმატა, მინიმუმ ეხლა დაახლოებით 13.5%-ით არის ფასები მომატებული და ის მაღაზიები გვეუბნება, რომ აიო, ფასდაკლებების სისტემა შევქმნეთო. ფასდაკლებების სისტემა ისაც არსებობდა. ესაც იყო, არაფერს არ ქმნიან. ყველაფერი ტყუილია, ყველაფერი თვალში ნაცარის შეღრა. და ერთ-ერთი კიდე თემა, რომელიც ძალიან დიდ წნეხს ადებს ჩვენს ხალხს და არის საკმაოდ დიდი უკმაყოფილება, ეს არის ჯარიმების საკითხი, ავტოსაგზაო ჯარიმები და აქაც აი რა საინტერესოა, სწორედ აი ფეოდალური აზროვნების მაგალითი არის კომენტარი, რომელიც გააკეთა ქართული ოცნების დეპუტატმა, ერთ-ერთმა დეპუტატმა, რომ ესო მოტივაციის ამაღლებისთვის არის. ხალბატონ ნინოზია საუბარი წილოსას. მოტივაცია რო აუმაღლდესო ხალხსო, ამიტომ ჯარიმა საჭირო რომ მე მოტივაცია აუმაღლდეს, რომ ავტობუსში გადაჯდეს. ნუ ხალბატონ ნინო წილოსანი საერთოდ გამოირჩევა არაადეკვატური და არაობიექტური განცხადებებით. ნუ გასაოცარია ახლა რა კომენტარი უნდა გავაკეთო. მე მგონი რომ გულწრფელად ჯერა იმის მე მოუწოდებ მას რომ თვითონაც გადაბრძანდეს და ავტობუსი იაროს. თვითონ იაროს ავტობუსი, თამაში ცუდი არაფერი არ არის. საერთოდ მოუწოდებ თელ ხელისუფლებას რომ დაიწყონ ავტობუსით სიარული, გადაბრძანდნენ, მანქანებიდან ჩამობრძანდნენ და გადაბრძდნენ ავტობუსებზე. მაშინ მათ არ ექნებათ საშუალება რომ იარონ 150 ან 170 კილომეტრი სიჩქარით. და სხვები აჯარიმონ, იმიტომ რომ 10 კილომეტრი გადააჭარბეს. არ ექნებათ ამის საშუალება. საერთოდ რაღაცას რო თავაზობ საზოგადოებას, ჯერ შენ თავზე, შენ გააკეთე ეს და მე სხვას შესთავაზე. და სხვა შორის ცუდი არის. ჯარიმები და ავტო საერთოდ ამ სფეროსთან დაკავშირებით, ჯარიმები, პარკინგი, ეს ყველაფერი არის საჯარო ღია კორუფცია. ტექმომსახურება, აი ეს, რომელიც შემოიტანეს, რომელიც ძლივს გამთავისუფლეთ, სააკაშვილმაც კი უარი თქვა ამაზე, ამათ დააბრუნეს ფულის კეთების, ფულის გამოძალვის მორიგი საშუალებები ეს ყველაფერი. ჯარიმების თანხა გაიზარდა, ვიცი ჩვენ 100 ლარი, 200 ლარი, 300 ლარი და ეხლა მათი ხელფასები ჩინოვნიკების არის საკმაოდ მაღალი 16,000, 14,000 და მათთვის იყოს გათმაგებული ჯარიმები და ერთი მოტივაცია როგორ აუმაღლებდათ. ეს არის ფეოდალიზმი, ეს არის მონარქიობელობა. გმინავს ხალხი, გმინავს და არ ესმის ეს ქართულ ოცნებას და იცოდეთ, როდესაც ხალხი გმინავს და ხელისუფლება ამდენ ბოროტებას ჩადის, ღმერთი მას აუცილებლად დასჯეს. აუცილებლად. მე მესმის რომ ხელისუფლების უდიდეს ნაწილი საერთოდ მორწმუნე ხალხი არ არის. თუ როგორ შეიძლება მონათლობელობას ქმნიდე ხალხს ესე ბოროტად ექცეოდა და მე ეკლესიაში წამოიჭიმო. საერთოდ საოცრებაა რომ ეკლესიაში ამბიონიდან პატრიარქი საუბრობს, იქ ეპისკოპოსები დგანან არ საუბრობენ და შემდეგ ამბიონიდან 3 კაცი გველაპარაკება საერო პირი, 3. პრემიერი პრეზიდენტი და პარლამენტის ანუ ამბიონიდან 1 პატრიარქი ლაპარაკობს და 3 საერო პირი. საერთოდ რო იცოდეთ, კეთილჩევას გაძლევთ, ამბიონიდან უნდა თუ მოგმართავს ხელისუფლების წარმომადგენელი, ეს 1 კაცი უნდა იყოს. ეს არის თავმდაბლობის მაჩვენებელი. უნდა გესმოდეთ რა არის ეკლესია. 3-მა მღვდელთავარმა უნდა ილაპარაკოს და 1-მა საერო პირმა. და ჩვენთან პირიქით არის 1 ლაპარაკობს პატრიარქი და 3 საერო პირი. ეს არ არის ის, რაც მოსწონს ღმერთს. ღმერთს ზულს ასეთი კედმაღლობა.
და სასჯელიც იქნება ღვთისგან, გააცნობიერეთ ეს. წინა გადაცემაში რამდენიმე ფაქტი მოვიყვანე და მე გავრცელდა ეს სოციალურ ქსელში და ხალხი წერდა კომენტარს, ბევრი კომენტარი დაიწერა, როგორ ხარჯავენ ჩინოვნიკები საბიუჯეტო სახსრებს სმაჭამაში რა, მოკლედ რო ვთქვა, წვეულებები, ბანკეტები და მართლა საოცარი იყო აღქმა იმისა, რომ მაგალითად 70,000 ლარი იხარჯება ერთ ვახშამში ბათუმის შერატონში სასტუმროა 70,000 ლარი და აი ამ ფონზე ბატონი კობახიძე გამობძალდება და იტყვის მერე რომ ესო ხალხის ფულიაო და ჩვენ ესე უდიერად არ შეგვიძლია შევეხოთო ხალხის ფულს როცა დილშენის სინდრომი დაავადებულ ბავშვებზე არის 2 წლის განმავლობაში ბატონმა კობახიძემ და მისმა ხელისუფლებამ თითქმის მილიარდი ლარი გადაიხადა პრემიების და ჯილდოების სახით. თითქმის მილიარდი ლარი. აღარ ვლაპარაკობ იქ სუფრა, პურმარილი და დახარჯული ფული. ეს ფული რო გამოეყოთ ამ ბავშვებზე, რამდენი წლის განმავლობაში ეყოფოდა წამალს? აქ მრავალი წლის, ძალიან მრავალი წლის. ფული არა აქვთ. ხალხის ფულს ვერ კიდებენ და ხალხის ფულს პრემიებად ირიგებენ. 2 წლის განმავლობაში თითქმის მილიარდი ლარია, იქ პლუს მინუს 50 მილიონზეა ლაპარაკი. აი ამის მერე რა უნდა ვილაპარაკოთ? გამოვხიზლდეთ. ამ თემაზე ბევრი იყო საუბარი ჩვენს ეთერში, სოციალურ საკითხებზე და ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა, რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და განსაკუთრებით, როდესაც ბავშვებზე არის საუბარი და გუშინ იყო ბავშვთა დაცვის დღე, როდესაც ზარზეიმით აღინიშნეს რა, როგორც ფეოდალებს ეკუთვნით ეს ბავშვთა დაცვის დღე, თავის შვილებთან ერთად ილაპარაკეს როგორ იცავენ ბავშვთა უფლებებს და აი ამ ფონზე ძვირფასო მეგობრებო საქართველოში 400,000, აი ოფიციალურად რო ამბობენ, 400,000 ბავშვი ყავს პირდაპირ მიბმული სოციალურ შემწეობაზე და ეს ოფიციალური სტატისტიკა ხა ჩვენ რო არაოფიციალურად კიდე დავითვალოთ ამ გაჭირვებული ღარიბი ბავშვების რაოდენობა, უზარმაზარი რაოდენობა ეს ჩვენი ბავშვების, რომლებსაც არა მარტო შიათ და აქვთ საკვების მიღების პრობლემა, არ აქვთ ფეხსაცმელი, არ აქვთ ჯანდაცვის მიღების საშუალება, არ აქვთ განათლების მიღების საშუალება, არ მოგწონთო ჩვენი პოლიტიკაო? წაბრძანდით საქართველოდანო, დატოვეთ საქართველო. აი ამას რო აკადრებ შენს ხალხს, რომ ეს უთხრა და ბოლო წლებში კიდევ რამდენი ოჯახი აიყარა საქართველოდან და რამდენი წავიდა და დამკვიდრდა საზღვარგარეთ, ხო? ესეც ამ ფეოდალიზმის ნიშანი არის, რომ ჩვენ დაგვრჩეს ეს ქვეყანა, მარტო ჩვენ ვიყოთ. ეს არის ძალიან გულქვა ხალხი და ბოროტი ხალხი. და ეს იმიტომ ხდება, რომ ქართული ოცნება ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც თლიანად სრულად შეირწყა ნაციონალური მოძრაობა და შეირწყა იმ მოძრაობის ყველაზე უკიდურესად უარყოფითი ადამიანები. და დღეს ეს ადამიანები აკეთებენ ზუსტად იგივეს, რასაც აკეთებდნენ სააკაშვილის პერიოდში. ზუსტად. და აი ჯაშუშობის ბრალდებით ადამიანების დაპატიმრებაც სწორედ ამ ადამიანების ხელწერა იყო წარსულში და ეხლა ამ ადამიანების რჩევით ხდება, როგორც ჩანს, მთელი ამ კამპანიის დაგეგმვა, რომ მიდი გამოგაცხადებს ესე ჯაშუშად და წადი იმართლე თავი. მაგასაც არ გაძლევენ ამ ორივე მხარეს არის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმით არიან დაკავებული, რომ მთელი ქვეყანა ლანძღონ და მთელი ქვეყანა მოატყუონ. აი ეხლა იმ გადაცემაში ვიყავი მის მინეში, ხო? და მეუბნება კაცი, რომ აიო ციხის კადრები დადგმულია. ახლა დააკვირდით, რა არის ციხე? ციხე არის ყველაზე იზოლირებული და ყველაზე დაცული სისტემა პლანეტაზე, ყველა ქვეყანაში, რომ იქიდან არ გაიქცეს პატიმარი, ხო? როგორ ხდება ეს, როგორ ფუნქციონირებს? ციხის უფროსი აკონტროლებს არა მარტო თავის მოადგილეებს, არამედ მოადგილეების დაქვემდებარებაში მყოფ სამმართველოებს, სამმართველოების დაქვემდებარებაში მყოფ განყოფილებებს, განყოფილების დაქვემდებარებაში მყოფ ბადრაკს თუ თანამშრომლებს, ყველას აკონტროლებს ციხის უფროსი, მაგრამ პარალელურად ყველა მოადგილე არა მარტო თავის დაქვემდებარებაში მყოფ სამმართველოს
განყოფილებას, თანამშრომელს თუ ბადრაკს, არამედ მის კოლეგა მოადგილესაც აკონტროლებს. ეს სისტემა ესეა მოწყობილი, ყოველი ბადრაგი ორი კაცი ერთმანეთსაც აკონტროლებს პატიმრების გარდა. ყოველი თანამშრომელი ერთმანეთსაც აკონტროლებს გარდა მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლისა. და პატაკებსაც წერენ. რა თქმა უნდა, წერენ პატაკებს. მხოლოდ ასე ხდება ამ სისტემის იზოლირებაში შენარჩუნება და დაცულობა. ყოველ 3 მეტრში თუ 4 მეტრში კარები არ რკინის და ასევე 15 და 20 კამერა აყენია ყოველ 3-4 მეტრში. ამ ვითარებაში როგორ შეიძლება რაიმის დადგმა? ადეიშულს რო უთხრეს, რომ ციხის კადრები დადგმულიაო, ამათვე ადეიშულს. მან უპასუხა, რომ დადგმულის თუა უკვე ციხე არ ქონიაო, ესე იგი დიდი დანაშაულიაო. ანუ მას ესმის სისტემა. თუ ვინმე კადრები დადგა, ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ 2 მოადგილე და მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები საქმის ყურში არიან. ეს დადგმა კი აღარ არის გენაცვალე, ეს არის ბოროტად გამოყენება თანამდებობრივი მდგომარეობისა, მაგრამ რაზეა საუბარი, რა არის დადგმული? იმ კადრებში პირდაპირ ჩანს ადამიანს ხელკეტით აუპატიურებენ. პირდაპირ არა ცალსახად ჩანს. ამაზე ხმას არ იღებენ. მარტო ერთ ფრაგმენტზე ლაპარაკობენ, რომ აიო, იქ ცოცხიო ფეხებშია შორისაო თუ უკანალშიო. აი გესმით, მარტო ამაზე საუბრობენ, თორე იქვე კადრში არის გაუპატიურება ხელკეტით, ნათელი არაფერს არ ამბობენ. გარდა ამისა, მეორე კადრები, სადაც კოჭლი კაცი აუპატიურებს ადამიანს და ეს ნათლად ჩანს, მერე სხვა კაცი ნიღაბში აუპატიურებს, ეს ნათლად ჩანს. ამაზე არ ლაპარაკობენ, ერთი ფრაგმენტი აქვს გამოყოფილი და ამასაც ატყუებენ მორიგჯერ ხალხს. სულ ტყუილი, ყველაფერში ტყუილი შეიძლება კაცო. არაფერი არ არის დადგმული, ხალხს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და დახურულ სასამართლოს თომაზე, კატასტროფა მოხდა, 1061 კაცმა აღიარა, რომ გააუპატიურეს. განაჩენებია გამოტანილი. ექსპერტიზა გაიარა ევროკავშირის წამების, ევროპარლამენტის წამების კომიტეტში, ხეიდი ხაუტალასთან. ამერიკამ აღიარა ეს კადრები. ევროპამ აღიარა, მთელმა მსოფლიომ აღიარა ეს კადრები და სწორედ ამიტომ გადადგა ბატონი დატოვა ხელისუფლება ნაციონალურმა მოძრაობამ, თორე არაფრით არ დატოვებდა. ამერიკელებმა უთხრეს, რომ დატოვეთო, ამიტომ დატოვეს და ახლა ხალხის მოტყუება და ახალგაზრდა თაობის მოტყუება, რომ ეს დადგმულია, არ არის საჭირო. აქ მეტი დეტალების მოყოლაც შეიძლება, მაგრამ ეხლა არ ღირს. დასრულდა ჩვენი გადაცემა. დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენი ყურადღებისთვის. ჩვენ გემშვიდობებით და ობიექტივი კი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას.